მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია კაიკების ნომერ მე-4 ეპიზოდი და იონა როგორ გავხარხარი? კაიკა. ჩვენი სტუმარია დღეს მამუკა, მეჩეხია, სცენარისტი და ჩამოთვალე კიდე რა საქმეა გავავიჩი. მოკლედ გილოცავთ ბიჭებო, ახალ წამოწყებას, რაც ყველაზე მთავარია, საინტერესოა და გაცილებით დიდ აუდიტორიას გისურვებთ. მადლობა ძალიან ახლა შედარებით ცოტა ისეხეთ, მოიკოჭრით, მაგრამ იმედია ამ გადაცემის შემდეგ იმედი ორი გამომწერი მაინც მოგემატებათ. ნუ ერთს მე გამოგიწერთ. ჯერ ამ ხალხად. ძალიან დიდი მადლობა. აი, იონა იყო და ახლა. აი გო. მადლობა. კარგი, მაშინ მე როგორც ვიცი 1000 ვკითხულობ. 1000 ვკითხულობ, კი ბატონო. და გადაცემას ქვია კაიკა, ეგეც გეცოდინება და რატომაც ქვია ეგეც გეცოდინება. ვიტყვით 10 ისეთ ხმრობას. არ ვიცი. არ იცი? 10 ისეთ ხმრობას ვიტყვით, რომლის დასრულების შემდეგ ყველა კაიკა რატო ქვია? ხო, მაგას ხო. ხო. ხმრობის დასრულების შემდეგ იფიქრებ ალბათ შენს და მაყურებელიც, კაიკა. რას ველაპარაკი? ოზიხ. ანუ თქვენ სამი დასხედით ესე და ლოგიკამდე მიხვედით, რომ ხო, ჩვენ სამი თვითონ. და მიგეხმარებოდათ. კი. კაი, პირველ შენ იწყებ თუ? მოდი ჯერანი ვითამაშოთ თუ გინდა და ხوار ნერვიული. მამუკ თავიდანვე გეტყვი, ხوار ნერვიული. კაიკა. კარგი, მოდი, მაშინ მოგებულობა დაიწყოს. მოგებული იწყებს. ჩანგა. ჩუნგა. კი ბატონო, ჩუნგა. აი ბატონო, მე დავიწყე. რა პრობლემა? შევიწყებს. პირველი კაიკა. შენი აზრით რა შვება ენაბლუ ნოდარიკო მარტო სახლში? ბლოკონებს არ ვიცი. პოდნოებს უყოლეს. კაიგა. კაი, მოკლედ ძალიან მარტივით დავიწყე. კი ბატონო. რა ქვია ქალ მასწავლებელს, რომელიც კაცის სახელს ატარებს? ძალიან მარტივია, ანუ ძალიან შორს არ წახვიდე. ხო, ვიცი. პედაგოგი. გოგი. გოგი იყო და კაიკა. ხო. გოგებს მოგიხვა? კარგი. ხარებასაც. რას ამბობენ ძროხები ლესბოუს მაგივრად? რა ვიცი. ლესბოსელი. ბიჭებო, ტუები გააქვთ? ტუ, არა. ჩვენ ტუ. ანუ რო ვიტყვი ხო დაადებთ. არ დავადეთ. არაფერს არ დავადეთ. ჯერ არა, მაგრამ. რა ერქმეოდა ფეხებ მოჭრილ ქალს თუ თავდაყირა დააყენებ? ფეხებ მოჭრილ ქალს თუ თავდაყირა დააყენებ? ეს კითხულობ შენ. არა, არ კითხულობ. ხო, რა ერქმეოდა? ფეხებ მოჭრილ ქალს თავდაყირა დააყენებ? ერა არ ვიცი რა. ხულაბა. ხულაბა. აუა ხავიხვი. ვაი ბიჭი. რა ერქმეოდა გელა ბარკალაიას ოფის, მათე ცოტა ადრე რო დაბატებულიყო. ხო იცი გელა ბარკალაიას ოფის? მათე მოტორს. მიხვდი. რა ერქმეოდა მათე ცოტა ადრე. აშირება. არ ვიცი. მალე მოტორს. სიგარეტის მოწევა წყლის ქვეშ რომ შეიძლებაოდეს. პირველი ვინ მოწევდა? გორჯო. აკვამენი. ზარიერა. ომი ანუ აქვა. ხო, ზარიერა. სიგარეტის პროპაგანდას არ გაუწევ, მაგრამ ხო, არ მოწიოთ. მე მოწ. მომეციხნებო. კარგი. რა ქვია დებილ ბაჯოს? დებილ ბაჯოს? სულელობაა. რობერტო ბაჯოსკენ ხო არა? არა. დებილ ბაჯო. სულელობა თუ რაღაცა ისეთი იქნება. იდიოტობა. არ ვიცი. სილ ბაჯო. ვოშე. რა ქვია მოცეკვავას, რომელიც ყველგან ცეკვავს გარდა ლიფტისა? ანუ ლიფტში არ ცეკვავს. ვერ ცეკვავს. რატო? კლაუსტროფობია.
ეს იყო ხო პასუხი? კაი. ხო, რა ქვია ფოსტა, სადაც ყველაფერს უბრალოდ აგვარებენ? ფოსტა? ხო. პოსტალიუმი, რა ვიცი. პროსტა. აქ დამჭირდება ტუ. თუ, კი ბატონო, თუ არ იქნება. რა ქვია კაცს, კი ბატონო. რომელიც პარაშუტის გარეშე ხტება და მაინც გადარჩება რა. პარაშუტის გარეშე ხტება და მაინც გადარჩება? იაღოველი. იღბალმოტყნული. იპილიქი. რა ქვია? იღბალმოტყნული. რას ეუბნება სულგრძელი ბიჭი იმედგაცრუებულ პარტნიორს? სულგრძელი ბიჭი იმედგაცრუებულ პარტნიორს. არ ვიცი რაღაცა სექსი. აბა სულში ჩამხედეო რა. რა ქვია ბიჭს, რომელიც სამჯერ დაალაიქებს და მერე ქრება? არ ვიცი. ბაბნიკა. ზერიერ არის. რა ქვია კლიენტს, ანუ ადამიანს, რომელიც 7 ცუნამს გადაურჩა? იღბალმოტყნული. არა. ნოე. კაი. ნოე. რა ქვია კაცს, რომელმაც მაგარი მანქანა იყიდა, მაგრამ საწვავი არასდროს არ აქვს? ფეხმოცარული. ფეხმოცარული, აი, ზავი. არა. სადავა, ხო, კაი, ეს იყოს ახლა. რა ერქეოდა კლეოპატრას კაცი რო ყოფილიყო? ხო იცი სადაც წავედი გარკვეულ. ეგ კლეო არა. ასინ დაჯულა შეკლე. ბოდიში თავიდან? რა ერქეოდა კლეოპატრას კაცი რო ყოფილიყო? მარტივად. რა? კლეოპატრა. კლეოპატრა. იდიოტი ხარ იმენა. რა სახელი ერქმეოდა იონას ანიმაციაში რომ გადაიღოთ? ანიმაციაში რომ გადაიღოთ. ხო. იონა რო გადაიღოთ ანიმაციაში? არ ვიცი. მოანა. მოანა. კი ბატონო. იონასაც მოანას დაუძახეთ. კარგი და ბოლო ეჩემი და შემდეგ იქნება შენი ბოლოს ალბათ. ხო არის 10. კარგი. რას უჩივის ქალი, რომელიც თელი ქალაქის კაცეთაა ნაწოლი? ვერ დავიწყე საუბარი. რას უჩივის ქალი, რომელიც თელი ქალაქის კაცეთაა ნაწოლი? სახსრებს. რავი წელისტკივილს. უძირობას და უძილობასაც. კაია. აი ბეჩეს ბოლოა და მე კიდე ერთი უნდა დაამატოს თხოვა ასე. ძალიან მინდაო. რა ქვია ბიჭს, რომელიც გოგოსთვის სელფს მხოლოდ ტუალეტში იღებს? არიცი? ნუდგზარი. ნუდგზარი, კი ბატონო. ერთი არ გაქვს? არა, აღარ მაქვს და. მე ხوار დავიკითხავ. კი, კაცო, წაიგეს ბონუსად ეს. მე როდის მოხვალ შინა? პროსტა ის მევასე მამაგან. რა ერქმეოდა სუმოს მასში მოდელები რომ მონაწილეობდეს? როგორ? რა ერქმეოდა სუმოს მასში მხოლოდ მოდელები რომ მონაწილეობდეს? სუმოდელო. სუმოდელო. მოდელოს ააგენტო. სუმოდელო. კარგი, ჩვენი გადაცემა ამით დასასრულებელი. მადლობა ბეჩეს, რო იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მასპინძლოვისთვის, მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო იყო. გისურვებ წარმატებას ბიჭებო. ბევრი საინტერესო სტუმარი და რაც ყველაზე მთავარია, ბევრი გაიგა. მადლობა, გაიხარე. აბა კარგად სხვადასხვა ბოდიში რო გაწყვეტინე, კარგი იქნება თუ პოდკასტებს დაიწყებთ.
საინტერესო სტუმრებთან ერთად, საინტერესო სფეროდან, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. იმედია, რაღაცა მარტო ერთი მიმართულებით არ გიქნებათ არხი ეს. იმედია ვიფიქრეთ მაგაზე, ვიფიქრობთ უკვე მაგაზე ჩათვალე. კარგი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ, ვინც გვიყურეთ, მეგობრებო. კიდევ ვერ მაგვიყურეთ, კიდევ უფრო ვერ მაგვიყურეთ. გამოგვიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო. კარგად. კარგად შემოძღვე.